ხმაურით მიმდინარეობს პარლამენტში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. დეპუტატები ერთმანეთს დროებითი საგამოძიებო კომისიების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებული პროცედურების გამო დაუპირისპირდნენ. ნაციონალური მოძრაობა კომისიების თავმჯდომარებად უმცირესობის წევრთა დანიშვნას ითხოვს, რასაც არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა. რა არგუმენტები აქვს საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის წევრებს და შედგა თუ არა შეთანხმება? ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში თამარ ჩიხლაძე ისაუბრებს. თამარ, გისმენთ. Ნინო შეხვედრაზე დღეს როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე ორივე მხარემ წარმოადგინა საკუთარი არგუმენტები. უმრავლესობის წარმომადგენლის დავით ბერძენიშვილის განცხადებით არ შეიძლება კომისიას უხელმძღვანელოს იმ ადამიანმა, რომელიც თავად შეიძლება გახდეს გამოძიების ინტერესის საგანი. ციტირებას მოახდენ, მან თქვა, რომ მაგალითად სამეგრელოში მომხდარი დანაშაულები არ შეიძლება გამოიძიოს როლან დახალაიამ. ამ ფრაზას მოჰყვა მცირე პოლემიკა. დავით ბერძენიშვილი დაადანაშაულეს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში. დავით საყვარელიძემ უმცირესობის წარმომადგენელმა მოითხოვა ქართული ოცნებისგან იმის გარანტია, რომ ეს კომისია, საგამოძიებო კომისია, არ იქნება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი და ის ნამდვილად აღადგენს, ის ნამდვილად ემსახურება სამართლიანობას. კიდევ ერთი მცირე აურზაური გამოიწვია შოთა მალაშხიას განცხადებამ, რომელმაც შეახსენა ხელისუფლებას, რომ წინა ხელისუფლების პირობებში არსებულ ყველა საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა ოპოზიცია და მან ამის მაგალითად დაასახელა პაატა დავით აიას საგამოძიებო კომისია და კონსტანტინე გამსახურდიას კომისია. ამ რეპლიკამ გამოიწვია კობა დავითაშვილის მხრიდან სიცილი. კობა დავითაშვილს გაეცინა ამ რეპლიკაზე და მცირე შეფერხება მოჰყვა ამას ხდომაზე. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ, ვნახოთ ეს ფრაგმენტები დღევანდელი შეხვედრიდან. კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდება. მაგალითად, დროებით საგამოძიებო კომისიას გაუჩნდა კითხვები კონტროლის პალატასთან მიმართებაში, ქალბატონი მოგელაძის საქმიანობასთან მიმართებაში, ბატონი ლევან ბეჟაშვილის საქმიანობასთან მიმართებაში. ლევან ბეჟაშვილმა გამოიციოს. ვინ უნდა გამოიციოს პავლე კუბლაშვილმა? ვინ უნდა გამოიციოს როლან დახალაია? ვინ უნდა გამოიციოს აკო ბობოხიძე? მაგრამ პიროვნებები იძიებენ თუ კომისია იძიებს ამას, რომელშიაც რა თქმა უნდა თქვენ ხართ წარმომადგენლობა თითქმის ნახევარი, ხო? ნახევარზე თვალსწინები ერთით ნაკლები. შვიდჯერ გაიმეორა გათვალისწინა ტერმინი დამნაშავე პოლიტიკური ძალა, დამნაშავე და რიტორიკა ესეთი, რომ ეს არის პოლიტიკური დევნისთვის შექმნილი ინსტრუმენტი, რომელსაც გამოიყენებს ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. ანუ ეს პრაქტიკა უნდა დავუწყოთ, შემდეგ ნაციონალური მოძრაობა თუ მოვიდა ამ დევნოთ, ასე ვთქვათ, ამ კომისიების პოლიტიკური ძალები თუ ევროპული არის თუ არა ეს წმინდა წყლის სამართლები და სამართლიანი საკითხი თუ ეს არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი. ყველა საგამოძიებო კომისია, რომელიც შეიქმნა წინა პარლამენტში, იყო ოპოზიციის ხელში. ჩამოგითვლით მათ შორის ვის ხელში იყო. ეს იყო პაატა დავით აიას კომისია, რომელიც ასეთივე ღიმილით მივიღოთ ეს კანონი და თქვენ ვინც გაგიხარდებათ, ის უმცირესობიდან დავასახელოთ და ის მიხედავს შემდეგ ამ კომისიას. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა და უკვე გაკეთდა პირველი კომენტარები. შეხვედრიდან უკმაყოფილო გამოვიდა უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ ამჯერად უკვე დოკუმენტურად დაადასტურა, რომ ის არ აპირებს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას. ისაუბრა ასევე ვახტანგ ხმალაძემაც, რომელმაც თქვა, რომ იმ ცვლილებებს, რასაც ითხოვს უმცირესობა, შესაძლოა დაჭირდეს საკონსტიტუციო ცვლილებებიც, ასე რომ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. კენჭისყრით გზით დადასტურდა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები რეალურად არ აპირებენ არც ერთი იმ ნაბიჯის გადადგმას, რაც მათ საარჩევნო პროგრამაში იყო დაფიქსირებული. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთ რეალობასთან გვაქვს. საპარლამენტო უმრავლესობის კომიტეტში უნდა კონდეს წევრთა ნახევარზე დაკლები და მეორე პუნქტումაც განიცადა ცვლილება, ანუ ყველა სეკრეტარმა ამ პროექტის მიხედვით თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება გარდა უმრავლესობისა და უმრავლესობას შემოვალი ფრაქციების. ისინი უმცირესობის გარეთ მყოფ ფრაქციებსაც და ასევე 6 კაციან ჯგუფებს. მესამე პუნქტი ეს ამ ორზეა დამოკიდებული. ეს ორია მთავარი. კომიტეტმა მიიჩნია, რომ ამ დაგვარი ცვლილება რაც გათვალისწინებულია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამით, შესაძლებელია გაკეთდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იქნება კონსტიტუცია იქნება შესაბამისობაში მოყვანილი ხელისუფლების განაწილების პრინციპთან. ამ წუთებში პარლამენტში დაიწყო უკვე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, ასე რომ მოგვიანებით დაგიბრუნდებით ახალი კომენტარებით. დიდი მადლობა თამარ, ეს იყო თამარ ჩიხლაძე ქუთაისიდან.